ოქროსა და ძვირფასთულებში ჩასმული ისტორია და კულტურა. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო და ხმაურიანი ქუჩები. ეს ბანგკოკია 46 სართულიდან. წავედით პირდაპირ ჩვენ სასტუმროში, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში. ესეთი დიდი და ლამაზი ოთახებია. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ველოდი, რომ ტაილანდში ყველგან ყველაფერი ძალიან გემრიელი იქნებოდა. საუზმეებზე აუცილებლად გასასინჯეა აზიურად მომზადებული ომლეტი, რომელიც სამწუხაროდ კადრში ვერ მოხვდა. ბანგკოკში ყოფნისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა აქაური ტაძრების მონახულება. სადაც შეგიძლიათ იქირავოთ ასეთი სახასიათო სამოსი და აქსესუარები. პირველად მოვინახულეთ ვათარუნი, განთიადის ტაძარი. კომპლექსი მოიცავს ულამაზეს ბაღებსა და პატარ-პატარა ტაძრებს. მთავარი კოშკი სიმაღლეში 70 მეტრს აღწევს და შეგიძლია ფეხითაც კი ახვიდე. ეს იმ ერთ-ერთი ტაძრის კედელია, რომელიც ოქროსა და ძვირფასთულებშია ჩასმული. ტაძრებში აუცილებლად ფეხში შველი უნდა შეხვიდე, ეს კი სურვილის ჩაფიქრების რიტუალია. ბანგკოკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ხმაურიანი ჩაინათაუნი. ცოტათი ბინძური და ძალიან ხალხმრავალი, რომელიც ავსია ღია რესტორნებით, სადაც უბრალოდ ადგილის პოვნა გაგიჭირდებათ. იმდენი ტურისტია, ჩვენ დახურულ სივრცეში დავსხედით და უგემრიელესი ტაილანდური კერძები გავსინჯეთ. თქვენს წინაშეა სამეფო დურიანი, ეგრეთ წოდებული მყრალი ხილი, რომელიც რეალურად ძალიან გემრიელია. ეს კი აზიური ტუკტუკებია, ზოგადად ბანგკოკში ძალიან იაფია ტაქსი, ოღონდ აპლიკაციით. ვატპო, ასე ქვია უძველეს ტაძარს, სადაც ნახავთ 46 მეტრიან წოლიარე ბუდას, რომელიც მთლიანად ოქროთია დაფარული და ფეხზე მარგალიტის დეტალები აქვს. ასევე ამ ტერიტორიაზეა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაილანდური მასაჟის სკოლა, სადაც მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ მასაჟის გაკეთება, ან უბრალოდ ისიამოვნონ პროცედურით. ტაძრებში ნახავთ გასაოცარ ფრესკებს და უამრავ ბუდას ქანდაკებას. მომლოცველები კი აი ესე გასცემენ შესაძერს. ბოლოს კი წავიდეთ რუფტოპ ბარში 46 სართულზე. ტიჩუკა მდებარეობს სასტუმროს ტერასაზე, ერთ-ერთ მდიდრულ და სუფ თაობანში. აქედან ულამაზესი ხედები იშლება მთელს ქალაქზე. საოცარი გარემოა, უგემრიელესი კოქტეილები და ძალიან კარგი მუსიკა. გაითვალისწინეთ, რომ ადრე მიხვიდეთ, იმიტომ რომ 12-ზე ყველაფერი მთავრდება.